ბათუმის საკრებულოს გამოსამშვიდობებელი სხდომა. ყვავილების ამახსოვრო ფოტოები და საჩუქრები. ირაკლი ჩავლეიშვილმა თვითმმართველი ორგანოს განვლილი 4 წლის მუშაობის შეფასება თავად მოსახლეობას მიანდო. კოლეგებს კი მათ შორის ოპოზიციის წევრებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. საკრებულოს ბოლო სხდომა დროს ობიექტივში. ფოტოგრაფა გურამ ტურაშვილმა საკრებულოს ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები, რომლებიც ხმაურიანი სხდომების მთავარი მონაწილეები იყვნენ, ისტორიულ სამახსოვრო ფოტოზე ერთმანეთის გვერდიგვერდ დააფიქსირა. ფოტოსესიამდე კი გამოსამშვიდობებელ სხდომაზე მოწვეულ საკრებულოს დეპუტატებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ. ქალბატონებმა კი წიგნებთან ერთად ყვავილებიც მიიღეს. ღირსება არ დაუკარგავს საკრებულოს არც ერთ წევრს. ჩვენ გქონდა ჟაბაასი, ჩვენ გქონდა დაპირისპირებაც, მაგრამ ეს იყო ყველაფერი საქმიანი, ამიტომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იყო ზუსტად ის გამოხატულება, მადლობის ხმა იმ ადამიანების მიმართ, ვინც იღვაცა. ირაკლი ჩავლეიშვილს მადლობის სიტყვები არც ყოფილი კოლეგისთვის დაუშურებია. გიორგი კირთაძე, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკრებულოს უმრავლესობამ თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა, ოპოზიციონერი დეპუტატის სტატუსით უმრავლესობას ყველაზე შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდა. იმის გამო, რომ მოწვეულ სტუმრებს შორის ორგანიზატორებს ბათუმის ყოფილი მერის რობერტ ჩხაიძის და ყოფილი დეპუტატის გია აბულაძის მოწვევა გამორჩათ, კირთაძემ ჩავლეიშვილი დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. განუხერხულია, როცა საორგანიზაციო ჯგუფს გამორჩებათ ამოწვევის საკრებულოს ორი დეპუტატი, რობერტ ჩხაიძე და გიორგი აბულაძე. რა თქმა უნდა, ერთი ქალაქის მერი გახდა და ცოტა მოგვიანებით გიორგი აბულაძე გახდა განათლების მინისტრის, სხვა შორის გიორგი აბულაძის ინიციატივით დაბეჭდილი წიგნები დარიგდა დღეს საკრებულოს წევრებისთვის. მე მგონი ცოტა უხერხული იყო მათი არ მოწვევა. იმის ფონზე, როცა ჯემალანიძე იქნა მოწვეული, ძალიან კარგი იქნეს და გიორგი ერმაკოვიც ყოფილა მოწვეული, როგორც გავარკვია, ამის ფონზე არ მოიწვია რობერტ ჩხაიძე, მე ფიქრობ, რომ ეს არ იყო უბრალოდ გამორჩენა. ორი ადამიანი იყო, ვისაც დაურეკე, ვისთანაც ერთად მუშაობდი, ეს იყო ბატონი გია ერმაკოვი და ბატონი ჯემალ ანაიძე. ბატონ რობერტთან მუშაობდა ბატონი გიორგი კირთაძე. დანარჩენი ადამიანების მოწვევა დავალებული ჰქონდა აპარატს და მართალი გითხრათ ძალიან გული გამწარო ბატონი რობერტი არ ყოფებოდა დღეს ჩვენთან ერთად. ბათუმის ყოფილი მერებიდან გამოსამშვიდობებელ სხდომას მხოლოდ ჯემალ ანანიძე ესწრებოდა. ერთადერთი ქალაქის მერი, რომელმაც პოლიტიკური ძალების თანაფარდობის გადანაწილების პერიოდში პოსტის შენარჩუნება შეძლო. იყო გარკვეული ხარვეზების, იყო პროგრესიც, მაგრამ თავარი ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში საკრებულო ხარს უჭერდა მერის ინიციატივას და თავარი იყო ის, რომ მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, ყველას უნდა ამ ქალაქის აღშენებულობისათვის დაეჭირა მხარი. ამიტომაც აი ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენ წარმატებული საქმიანობა გვქონდა. საკრებულოს 22 დეპუტატიდან ახალ წარმომადგენლობით ორგანოში 19 დეპუტატი არშევა. ისინი საკრებულოში მოღვაწეობის 4 წელიწადს საქალაქო მეურნეობის განვითარების კუთხით ნაყოფიერად აფასებენ, თუმცა აღიარებენ აკლოვანებებსაც. თანდაყოლ ინფრასტრუქტურულ სამშენებლო ობიექტებზე ვერ ხდებოდა გამოყოფილი სახსრების ათვისება და ეს მისი მიზეზი იყო, რომ გარკვეული ნაკლოვანებები იყო ამ პროექტების მართვაში. ძალიან გული მწყდებოდა, ვერ მოხდა მის რეალიზაცია. ეს გახლავთ დასაქმების პროგრამის რეალიზაცია, რომელიც ჩვენ მომზადებული გქონდა საფინანსო სამსახურთან ერთად, რომელსაც მე ვაყენებდი უკვე 4 წლის განმავლობაში. მიყო ადგილობრივი თვალსაზრისით, ანუ ამ საკრებულოში გრძნობდი, რომ ხარდაჭერა იყო, მაგრამ ვერ ხდებოდა მისი რეალიზაცია იმის გამო, რომ ნებართვა იყო საჭირო ცენტრალური ხელისუფლებისაგან. 4 წლის წინ ბათუმის საკრებულო 24 დეპუტატით დაკომპლექტდა, სადაც უმრავლესობამ და უმცირესობა თითო ფრაქცია შექმნეს. ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ უმრავლესობამ და ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოში პოზიციები გაცვალეს და 5 ფრაქცია ჩამოაყალიბეს. ამ პერიოდში, როგორც დეპუტატები ამბობენ, სხვადასხვა პოლიტიკურ ფლანგს გადანაწილებულ საკრებულოს წევრებს ქალაქის განვითარების სურვილი აერთიანებდათ. ეს იყო ძალიან დიდი გამოცდა, გამოწვევა და გაკვეთილი ბევრი ჩვენთაგანისთვის. თითქმის ყველა ჩვენთაგანისთვის. და როგორც გავიარეთ ეს ყველაფერი, ალბათ ამას უფრო საზოგადოებას შეაფასებს. რაც შეეხება მთავარ მიღწევას, მე მგონია და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ეს ძალიან საინტერესო იყო ეს მოღვაწეობის პერიოდი. იმიტომ რომ ამ პერიოდში ვითარდებოდა ჩვენი ქალაქი, შეიცვალა მისი იერსახე, შეიცვალა ინფრასტრუქტურა, სხვადასხვა საუკუნოვანი პრობლემების მოგვარებამ აიღო სტარტი. 4 წლის განმავლობაში მეორე მოწვევის საკრებულომ 109 სხდომა ჩაატარა, რომელზეც 228 დადგენილება და 1186 განკარგულება მიიღო. ამ ჩამონათვალს დაემატა დღეს მიღებული 2 განკარგულებაც. გამოსამშვიდობებელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა კენჭი ბათუმში ამერიკის და ბრიტანეთის საკონსულოების მემორიალური დაფების გახსნას უყარეს.